უტიფრად გვეუბნებიან მაღალ ფასებს შევებრძოლებითო და ამასობაში ყველა ვინსაც სურსათი შემოაქვს საქართველოში, ყველა ვინც ამ სურსათს ყიდის სუპერმარკეტების რიტეილ კომპანიის ხელმძღვანელები, მათი გუნდის წევრები არიან და მათი შემომწირველები არიან. ფარისევლობა, ტყუილი, ფარსი, ყოველდღიურ პოლიტიკურ დღის წესრიგად აქციეს და ეს არის სიმართლე და აქ რაც მიმდინარეობს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რეჟიმი ასამართლებს საქართველოს ცოცხალ გმირებს, მაგრამ ძალიან მალე დასრულდება ეს უკანონობა, იმიტომ რომ მსოფლიო პოლიციელი დაბრუნდა, ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა. 22 დეკემბერს ამბასადორიალზე პაპუაშვილი ჩვენს ელჩებს ეუბნებოდა, რომ მსოფლიო პოლიციელი აღარ არსებობსო. მსოფლიო პოლიციელი შეიცვალა, ახალი რეალობაო. თუმცა ჩვენ ნახეთ ვენესუელაში მსოფლიო პოლიციელი ჩვენ ხედავთ ირანის რეჟიმა როგორ დაიხია უკან და უარი თქვა მკვლელობებზე, როდესაც ტრამპი ჩაერია, ამიტომ ყველა დიქტატორის, ყველა რეჟიმის დრო იწურება, მათ შორის დრო იწურება ქართველი მადუროსი და არ არის შორს ის დრო, როდესაც ივანიშვილი და ივანიშვილის ბანდა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ დასრულდება, არამედ